დინარე ჯახვადაზე ახალი ხიდი გაიხსნა. ხიდის გახსნა საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ. დინო ვაშალომიძე მოგითხრობთ. ახალი ხიდი ოზურგეთი ნატანები წვერმაღალა საავტომობილო გზის მე-14 კილომეტრზე მდინარე ჯახვათაზე გაიხსნა. ახალაშენებულ საავტომობილო ხიდზე შემდეგი სახის სამუშაოები ჩატარდა. მოეწყო ახალი ბურჯები, ტროტუარები და მოაჯირები. ხიდის სავალ ნაწილზე კი ასფალტ-ბეტონის საფარი დაიკო. ასევე მოხდა სავალი ნაწილის მონიშნვითი სამუშაოების შესრულებაც. მოეწყო საგზაო ნიშნები და ხიდის მისასვლელთან თვალამრიდი ძელები დამონტაჟდა. როგორც საგზაო დეპარტამენტის მესვეურება გაგვიმარტეს, კინაბეტონის ხიდი, რომლის მთლიანი სიგრძე 37 მეტრია, ხოლო სიგანე 6 მეტრი, ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე თვლიან, რომ აღნიშნული ხიდის სარგებლობისას როგორც მსუბუქწონიანი ავტოტრანსპორტის გატარება, ასევე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის კომფორტული გადაადგილება იქნება შესაძლებელი. ხიდზე სამშენებლო სამუშაოები ქართულმა კომპანიამ სააქციო საზოგადოება ხიდმშენმა შეასრულა. სარეკონსტრუქციო და აღდგენითი სამუშაოების საერთო ღირებულებამ, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა, 651,000 ლარი შეადგინა. ადგილობრივი ცხოვრებლები, რომლებიც აღნიშნული ხიდის აღდგენის სამუშაოებში ერთჯერადად უშუალოდ იყვნენ დასაქმებულები, თვლიან, რომ ხიდის გახსნით მათ კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა საგრძნობლად გაუადვილდებათ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხიდი გავხსენეთ გურიაში, მე რამდენი. ეს არის ხიდი არა მარტო გურის მნიშვნელოვანი, არამედ აჭარისთვისაც მნიშვნელოვანი, არამედ თუ ამ რეგიონში ხდება ინერტული მასალების მოპოვება, გადამუშავება და შემდგომში მერე მშენებლობის გადაზიდვა ბათუმში, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა გითხრათ, რომ ეს ქართული კომპანიის მიერ აშენებული ხიდია, საკმაოდ დაზიანებული იყო ხიდი, აქ მოძრაობაც კი შეუძლებელი იყო, საფრთხე იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი და როგორც ხედავთ, ულამაზესი ხიდი ავაშენეთ. ჩვენ ვაგრძელებთ ამ თემას, მე თავისთავად ხიდების მშენებლობას გულისხმობ და ამ წელს გულისხმობთ, ვარაუდობთ უბრალოდ დაახლოებით 150 ხიდის რეაბილიტაცია და მშენებლობა მოახდინოთ. გურიაში გრძელდება ინფრასტრუქტურის სამუშაოები, საკმაოდ მნიშვნელოვანი ხიდი გაკეთდა, ფაქტობრივად ახალი ხიდი, იმიტომ რომ ძველი იყო, იმდენად ამორტიზებული, რეაბილიტაციას აზრი არ ჰქონდა. ეს არის ცენტრალური მაგისტრალის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გადის ურეკის ტრასაზე. საკმაოდ კარგად აშენებული ხიდია და საკმაოდ მნიშვნელოვანი. ქართული თეატრის დღეს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი წარმატებით შეხვდა. ნახეთ სალომე თენიაშვილის სიუჟეტი. კალანდა და ძველით ახალი წელი ორმაგი დღესასწაულია თეატრისათვის. 152 წლის ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ამ დღეს პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავს და იგი ჩვეულებრივ, შრომით და ახალი წარმატებების მოპოვების სურვილით ეგებება. 14 იანვარს თეატრის დასმა მაყურებელი ჯემალ კეჭაღმაძის სპექტაკლზე იყვნენ ასეთი ბიჭები მიიპატიშა. სპექტაკლი აფხაზეთის თემას ეძღვნებოდა. გასულ სეზონზე თეატრს რამდენიმე წარმატებული და საინტერესო პრემიერა ჰქონდა. 2009 წელი ოზურგეთის თეატრისათვის იყო ძალიან წარმატებული წელი. მთელი წელი დატვირთული იყოს შემოქმედებითი ძიებით. ქონდა პირველი გასტროლი თურქეთში, საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალზე. 152 წლის მანძილზე ეს იყო პირველი საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მიწვეული იქნა ოზურგეთის თეატრი. იქედან თავადწეულები ჩამოვედით, რა თქმა უნდა. სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ჩვენი თეატრი და ყველა მსახიობი დაჯილდოვდა ფასიანი საჩუქრებით. შემდეგ იყო რამოდენიმე გასვლა ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქში ვაჩვენეთ გურამ ბათიაშვილის წერილების შვილებს და ეს იყო ჩვენი თეატრის გვირგვინი ალბათ ამ წელიწადში 2009 წელს. როგორც თეატრის მმართველმა ზაზა ჯინჭარაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 2010 წლისთვის გარდა პრემიერებისა, თეატრი გასტროლებს გეგმავს და ასევე გაცვლით პროგრამებზე მუშაობას იანვრის ბოლოსათვის დაიწყებს. უფრო კონკრეტულად კი მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი ლელა ლაშხი დედაქალაქიდან ჩამოყვანილ შემოქმედებით ჯგუფთან და ოზურგეთის დასის მსახიობებთან ერთად სპექტაკლზე იმუშავებს, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგმება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ პროექტით ოზურგეთის თეატრი მარჯანიშვილის თეატრთან პროფესიული თანამშრომლობის დაწყებას გეგმავს. ასევე თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი ახალ სპექტაკლზე მუშაობს. მათ შორისაა ჭაობი, რომელიც ნარკომანიის პრობლემას შეეხება. აღნიშნული სპექტაკლი რაიონული პროკურატურის პროექტის საზოგადოებრივი პროკურატურას ფარგლებში განხორციელდება და თვის ბოლოსთვის საპრემიერო ჩვენებით საზოგადოების წინაშე წარსდგება. ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობი ქალბატონი ბელა კიკვაძე 14 იანვარს მიწვეული იყო თბილისში, სადაც ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სპექტაკლში წერილების შვილებს ჯილდო გადაეცა. ფიქრობ, რომ ეს წელი ჩემთვის იყო ძალიან
შრომატევადი და ნაყოფიერი, იმიტომ რომ ითამაში ორი საყვარელი როლი, ნოდარ დუმბაძის მარგო და გურამ ბათიაშვილის უკეთილშობილესი ქალბატონი მარიამი. რა თქმა უნდა იყო შრომა დამღლელი, მაგრამ სასიამოვნო, იმიტომ რომ ყველა შედეგიანი შრომა სასიამოვნოა, არ გულისხმობ მარტო ჯილდოს მიღებას. ამ ჯილდოს მე ყოველთვის მაძლევს ოზურგეთის მაყურებელი და მინდა ეს ისეთი სიტყვებით დავასრულო, როგორცაც ჩემი ბებია იტყოდა ახალი წლის ღამეს. ღმერთო, ნუ მომიშლის სტუმარ მასპინძელს, შინაურს, გარეულს, მოღვინ მეღვინეს მზარეულს, ვარს ჭკვიანს, გოგოს მუცლიანს, გესმოდეს კარო კედელო, კარს უკან მაყურებელო. ეს გახდა ჩვენ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე უკეთესი მომავლის იმედით გემშვიდობებით. კარგად ბრძანდებოდეთ.